საუკუნის პორტრეტები საზოგადოებრივ არხზე. აი ამან მამტლა რა, თითქო და უამისოდ ვერ აღხედამდე კაცო. ესა ალიქ არა არევი არც არევი აზიზ შალიკო ალბომ მას ქუჩაში თავისუფლად სიარული არ შეეძლო. ეროსი მანჯგალაძის გამოჩენა ყველგან აჟიოტაჟს იწვევდა. გამვლელები უღიმოდნენ, აჩერებდნენ და სახლში ეპატიჟებოდნენ. იგი ბაზარში სიარულს ერიდებოდა, რადგან გამყიდველები თითქმის ყველაფერს უფასოდ სთავაზობდნენ. ეროსის ავტომობილს მილიცია მხოლოდ იმიტომ აჩერებდა, რომ მას გასაუბრებოდნენ. მაგისი გამოჩენა ქუჩაში ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ თითქოს აი ეხლა ცუდი შედარება მე რო ეხლა შევადარ ესეთი რაღაცა, მაგრამ აი ცირკიდან რომ ვინმე გამოვა ისეთი და პატარა ბავშვები რომ შემოეცევიან ხოლმე და უკან რომ მოსდევენ და ასე უყურებენ გაფაციცებული თვალები. მიუხედავად ასეთი პოპულარობისა, ცხოვრებაში იგი საოცრად მორცხვი და მორიდებული ადამიანი იყო. ლაპარაკის დროს თანამოსაუბრეს ხშირად თვალებს ვერ უსწორებდა. ზედმეტი ყურადღებისგან თავს უხერხულად გრძნობდა და იბნეოდა. თუ გრძნობდა ის გადამეტებულ ყურადღებას, მაშინ არტისტის იშველიებდა, რომ რამენაირად აი ეს საშინლად მორცხვი იყო იმ მომენტში, რომ აი ცხენოდა, რომ ამდენ ყურადღებას იმსახურებდა რა და მაშინ ამჟღავნებდა ამ არტისტულ რაღაც ტრიუკებს რა, ასე ვთქვათ, რომ დაინეტრალებინა ეს ყურადღება რა. ეროსის გარდასახვა სცენაზე ხდებოდა. წარმოდგენისას იგი მთლიანად იცვლებოდა და ყველა კომპლექსისგან თავისუფლდებოდა. სიმორცხვის დაძლევაში ხელს გრიმი, პარიკი და თეატრალური კოსტიუმიც ეხმარებოდა. გრიმიორთან ერთად სარკესთან საათობით იჯდა. ისეთი მორცხვი და მოკრძალებული იყო, რომ სანამ არ ჩაიცვამდა იმ კოსტიუმს, რომელსაც კარგად მოირგებდა, პარიკს დაიხურავდა და ესე იგი შეიმოსებოდა როგორც საჭიროა დამხმარე აქსესუარებით, აი მაშინ გაშლიდა ბრთებს და ეს იყო საოცარი სანახავი. პირველი როლი ეროსიმ სამტრედიის რაიონის სოფელ ღანერში 6 წლის ასაკში შეასრულა. საბავშვო სპექტაკლში, რომელიც სოფლის სკოლაში დაიდგა, ეროსი მანჯგალაძე კურდღელს თამაშობდა. თეთრი კოსტიუმი ეცვა, თავზე დიდი ყურები ეკეთა და სცენაზე დახვდოდა. საბავშვო წარმოდგენა იყო იქა და კურდღელს თამაშობდა თურმე და ეს როგორც მოაწყვეს და ისინი ყველანი ისეთი კმაყოფილები იყვნენ და ეს დამაჯერებლად ითამაშა. მანჯგალაძეების ოჯახში თეატრი უყვარდათ. თბილისში გადმოსვლის შემდეგ პატარა ეროსი და-ძმასთან და მშობლებთან ერთად წარმოდგენებზე ხშირად დადიოდა. თუმცა იმ პერიოდში იგი მსახიობის პროფესიაზე საერთოდ არ ფიქრობდა. ეროსის თეატრისგან მკვეთრად განსხვავებული სფერო იზიდავდა. მე მგონია არასოდეს არ უფიქრია, რომ მსახიობი გამხდარიყო. ხან მათემატიკის უნდა, ხან უფრო მეტად უნდოდა, რომ სამხედრო ყოფილიყო, აქ ქონოდა პაგონები, მაშინ აქ იყო აი ამ ადგილას პაგონები და ესე რაღაც გატაცებული იყო ამით. მე-10 კლასში იყო, როდესაც სკოლაში რუსთაველის თეატრის მსახიობმა ზაზა მაჩაბელმა პიესა რღვევა დადგა. მანჯგალაძემ მთავარი როლი ითამაშა.
ეროსის ნიჭით მოხიბლულმა მაჩაბელმა მას მსახიობობა ურჩია. სკოლის დასრულების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში მანჯგალაძე მხოლოდ თავისუფალ მსმენელად ჩაირიცხა. მიმღებმა კომისიამ მისი არტისტული მონაცემები არა დამაკმაყოფილებლად ჩათვალა. სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტი ეროსი მოგვიანებით 1941 წლის იანვარში გახდა. სწავლის პარალელურად მანჯგალაძე მუშაობა რადიო კომიტეტში დაიწყო. კონკურსი გაიმართა დიქტორების, გამოცხადებული იყო, რომ ეძებდნენ დიქტორს. და დედას რჩევით, ესე იგი უთხრა, ეროსი, მიდი გადიე, ნახეო რავა, როგორ იქნება შეძლო რამეო და გავიდა და 31 თუ 32 კაცი იყო და ეროსიმ გაიმარჯვა. 17 წლის იყო მაშინ. კონკურსზე ეროსიმ მოყმის და ვეფხვის ბალადის ნაწყვეტი წაიკითხა. ამის შემდეგ 17 წლის ახალგაზრდა რადიოს უცვლელი ხმა გახდა. ეროსის ქართველ ლევიტანს ეძახდნენ. მაგრამ მისი ხმა გაცილებით უფრო შთამბეჭდავი იყო. ომის დროს ეროსის ხმით იგებდა ქვეყანა ფრონტის ამბებს, რომელიც რადიო რეპროდუქტორიდან თითქმის ყოველდღე ისმოდა. ხმა ქონდა ჯადოსნური, არ ვიცი, ისეთი ხავერდოვანი, დაბალი ხმა, ღუღუნებდა, კი არ ლაპარაკობდა, კი არ მეტყველებდა, იღორებოდა რაღაცა მუსიკა მისი ხმიდან. ის ცოცხლობდა მიკროფონთან, ფაქტობრივად, თითქოს არაფერს არ აკეთებდა ისეც, არა, მოძრაობა არ ქონდა არაფერი, მაგრამ ხმით, ხმის დეფორმაცია, რა ვიცი, ტრანსფორმაციით, ისეთ უცნაური ის ქონდა რა, ნიუანსები, შეეძლო რომ სულ მცირე რაღაცა პატარა ნიუანსისთვის მიექცია ყურადღება და ამით გამოყენებით მე ის ქმნიდა გარკვეულ სახეს. მანჯგალაძის მიერ წაკითხული პოლიტიკური ინფორმაციაც კი მხატვრულ ღირებულებას იძენდა. ეროსი გადმოსცემდა საფეხბურთო მატჩების, სამხედრო აღლუმების, 1 მაისისა და 7 ნოემბრის დემონსტრაციების რეპორტაჟებს, მნიშვნელოვან სამთავრობო დადგენილებებს, სახალხო ზეიმებს და თბილისობებს. მრავალი ახალი შენობა, ხიდი, გამზირი, საბაგირო გზა, ბაღი თუ მოედანი ჩადგება ხალხის სამსახურში. ქალაქს უფრო დაამშვენებს. ქალაქის ყოველ კუთხეში, ყოველ უბანში, უკვე გამზადებულ მასპინძლის გულდინჯი თადარიგი და მოლოდინი. მრავალი სტუმარი ეწვევა უხუცეს დედაქალაქს და მაინც მარად ახალგაზრდა ფილის. წამყვანის ტექსტი ქონია ხოლმე წასაკითხი და მთელი გვერდი იყო და ამ დროს კითხულობს და შეეშლებოდა თავში. მე ერთი ორჯერ გავაჩერე ბატონო ეროსი შეგეშალათ, მე მითხრა, გამაჩერებ. კაი, არ გავაჩერე, მე თქვი რა სიზავს, რომ ჩავა ბოლოში ხო, შეცდომა იქნება თავიდან დავიწყებ და თვითონ იგზნობდა იმ შეცდომას და კითხვის დროს ნელ-ნელ ასწორებდა. კაი, თქვა პირი შეეშალა, თქვა ბრუნვა შეეშალა რა. ბოლოში უკვე ესე გამოიყვანდა, რომ უკვე ტექსტი მთლიანად იყო აწყობილი საათით, ესე წინ იყურებოდა. კითხვის დროს ერთს ამბობდა, მაგრამ თვალით უკვე დაბლა იყო ჩასული. რადიო კომიტეტში მუშაობის გამო თეატრალურ ინსტიტუტში ლექციებს ხშირად აცდენდა. თუმცა საკუთარი ნიჭის წყალობით სცენაზე ადგილის დამკვიდრება უკვე მესამე კურსიდან შეძლო. 1945 წელს რეჟისორმა გიორგი ტოვსტონოგოვმა გორკის მდაბიონი დადგა. ტეტერევის როლზე მან ეროსი მიიწვია. პირველ სპექტაკლს პირველი აღიარება მოჰყვა. მანჯგალაძის სრულფასოვანი დებიუტი ინსტიტუტის დასრულების შემდეგ სპექტაკლში ღრმა ფესვები შედგა. დებიუტი იყო სწორედ ეს. ღრმა ფესვები ითამაშა ეროსი. მაშინ სასაცილო ის იყო, როდესაც ის აფიშა უნდა გაეკეთებინათ. შადური იყო ცეკას მდივანი იდეოლოგიის დარგში. და რომ მიუტანეს, რომ უნდა დავწეროთო და იქ რო ეწერა ეროსი აკაკიძე მანჯგალაძეო, ესე იგი გვერაში და აიკითხა იმან და არაო. ეროსიო რა სახელიაო, ეროსი არაო. ერასტი დავწეროთო. და მე ეროსი თქვა, არც თქვენ თეატრი მინდა, არც არაფერიო, ერასტი არ დაწეროთო იქა. და მე შემოკლებით ეწერა, მანჯგალაძე. ვასილ ბარნოვის ქუჩაზე ოროთახიან ბინაში
ეროსი მარტო ცხოვრობდა. მას არც მეუღლე ჰყავდა და არც შვილი. მსახიობ ელენე ყიფშიძესთან ქორწინება ხანმოკლე და უიღბლო აღმოჩნდა. ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდა. ეს მოკლე ვადაში დამთავრდა მაგათი ცოლქმრობა და იმის შემდეგ ეროსის უკვე ხელი არავისთან არ მოუწერია და ცოლი არ მოუყვანია. მაგრამ მე ახლა რო ვფიქრობ, ალბათ ის დიდი სიყვარული იყო რენა ყიფშიძის მიმართ, რომელიც ვერ დაძლია. ეროსის ბინა ერთგვარ კლუბს წარმოადგენდა. უამრავი ნაცნობის მიუხედავად, იგი სახლში მხოლოდ უახლოეს მეგობრებს იღებდა. საღამოს 7 საათის შემდეგ ბარნოვის ქუჩაზე სტუმრობა იწყებოდა. მსახიობთან ბინაში მოსახვედრად პაროლის ცოდნა სავალდებულო იყო. ეროსი მითხრა ასეთი ფრაზა. ოქრო, ჩემი მეგობრებისთვის თუ სპექტაკლი არ მაქვს ან და რეპეტიცია. საღამოობით 7 საათიდან ვარ სახლში. პაროლი არის 2 მოკლე და 1 გრძელი ზარი. სახლში ეროსი მარტო ვერ ძლებდა. მის გვერდით ვინმე აუცილებლად უნდა ყოფილიყო. განსაკუთრებით 7-დან 9 საათამდე უჭირდა. მაშინ, როდესაც თეატრში ჩვეულებრივად სპექტაკლი იმართებოდა ხოლმე. ამ დროს ყველაზე ხშირად მეგობრების გარემოცვაში ერთობოდა. თამაში უნდა პირველი ყოფილიყო. ახლა რა თქმა ლაპარაკი, იგივე ნარდის თამაში, იგივე კარტის თამაში, აი ის რა ქვია იმას, ფურთი ქვია, მგონი აი ფურთზე გიждდებოდა, იქ ბალეტობა რო არის, თუ კაი ორიანი რო არის, კაი ათიანი რო არის, ამას თამაშობდა და მაგის გარშემო იყო მაშინ ვიქტორ ნინიძე იყო, მათე შაიშმელაშვილი იყო, რეზო ტაბიძე დადიოდა ხშირად მაგასთან მისი უახლოესი მეგობარი და ეხლა ესენი ნარდს რო თამაშობდნენ, კი, ამათაც უნდათ მოგება, მაგრამ ანგარიშს უწევდნენ ეროსი მანჯგალაძეს და რაღაცნაირად ვითომ კი არ აძლევდნენ იმ ქულას. ესენიც თამაშობდნენ, მაგრამ მაინც მე კმაყოფილი რჩებოდნენ, რომ ეროსი გამარჯვებული რჩებოდა ნარჩი და ამ კარტის თამაში. საღამო ტრადიციულად სუფრასთან გრძელდებოდა. საკუთარ სახლში ეროსი მანჯგალაძე ყოველთვის თამადა იყო. მისი ნებისმიერი სადღეგრძელო იმპროვიზაციისა და მხატვრული კითხვის მაგალითს წარმოადგენდა. შევარცხვინე ის სადღეგრძელო, რომელიც ჭიქის ხელში აღებამდეა მოფიქრებული. შევარცხვინე ის სიტყვა, რომელიც ჭიქის პირისაკენ წაღებამდეა გაფიქრებული. ვენაცვალე იმ სადღეგრძელოს, ჭიქის ხელში აღებისას რომაა ჩამოსხმული, ჭიქასთან ერთად რომაა წეული და ჭიქასთან ერთად რომაა ჩაფიქრებული. არ არსებობდა მაგიდა რომ სადაც ეროსი იქნებოდა ვინმე იქ თამადად დამდგარი. იმიტომ ეროსი იყო თამადად. ან ვინ დადგებოდა, ვინ გაბედავდა. ესე იგი ნამდვილად უნამუსო კაცი უნდა ყოფილიყავი ეროსი მანჯალაძე, მაგიდაძეს და თამადად დამდგარი იყო ვინ. იმიტომ რომ მაინც არავის არ მაინც წართმევდა ბოლო-ბოლო და არ არსებობდა ვარიანტი რომ მაინც თვითონ უნდა დამდგარი იყო და რა იყო ტრადიციული, ასე ვთქვათ, სუფრა ეროსის, მე არ გულისხმობ საზეიმო დღეებს, ახალ წელს, დაბადების დღეს თუ სხვა. ანუ ყოველდღიური, ასე ვთქვათ. მოხარშული ტარანი. ღომჭადი თვითონ ეს ეძახდა, ასე გუნდა ჭადს აცხობდა, ბრგვალი ჭადი იყო, გარედან ჭადი იყო, ქერქი და შიგნით იყო ღომბივით ისა და ძალიან უყვარდა. იმე რომ ყველთან ერთად, ესეც მესამე თავის აჭველი, ასე ვთქვათ. ნუ საფხულ გაზაფხულზე რა თქმა უნდა ის გლეხურ სალათას უწოდეთ აკიტრი და პამიდორი. ყოველთვის ქონდა ფარში, მაცივარში და შეიძლება უცებ კატლეტი გაეკეთებინა. მას სიბნელეში ძილი არ უყვარდა. ამიტომ საძინებელ ოთახში სინათლე ღამეცენთო. ეროსის სიკვდილის განსაკუთრებულად ეშინოდა. ოროთახიან ბინაში წამლები ყველგან ეწყო. ფიზკულტურას არ მისდევდა ხა ჯანმრთელობის უფლება. უფრო წამლებზე იყო რა. ჯეროდა ამ წამლებს და აი, როდესაც მე გადმოვედი ამ სახლში, მოკლედ არ იყო ადგილი რა კიდე გარდა მაციურისა, რომ წამალი არ ყოფილიყო. ჯიბეები გამოტენილი ჰქონდა სულ წამლებით. სადარბაზოში მეზობელი გარდაიცვალა. ამის გამო ეროსი რამდენიმე დღით საცხოვრებლად სასტუმრო თბილისში გადაბარგდა. პანაშვიდებსა ყოველთვის გარეთ ჩერდებოდა. მსახიობს
მიცვალებულის ეშინოდა. საოცრად იბნეოდა ხოლმე პანაშვიდების დროს. აი ასეთი ისიც შემთხვევაც კი ყოფილა მის ცხოვრებაში, ერთ-ერთ პანაშვიდზე მივიდა და იმდენად დაიბნა, რომ მაშინ ცოცხლად სრულდებოდა სამგლოვიარო მუსიკა, მუსიკოსებს ხელი ჩამოართვა. მარტოობას ეროსი ტანგოსთან ერთად ატარებდა. ტანგო იაპონური ჯიშის ძაღლი იყო. მსახიობს იგი ქვეყანას ერჩია. მანჯგალაძეს ძაღლი მოსკოვში აჩუქეს. ბავშვობაში ეროსის სოფელში საყვარელი ძროხა ჰყავდა, რომელსაც ტანგო ერქვა. ძაღლმა სახელი მემკვიდრეობით სწორედ ძროხისგან მიიღო. ეს ტანგო უნდა გენახათ. აი უსახური რამ გინახავთ? აი უსახური, რომელსაც არაფერი არ არის. რაღაც დაბარჯგვლილი, დაბალი ფეხები და საშინელი თვალები და ეროსი გიშდება ამ ძაღლზე. დედაშენი შვილი ხარ და ეროსიდან რომ მიხვალ ამ ძაღლზე აუგითვი. არადა რომ ვიჯექით თქვა მაგიდაზე, სულ მცირე შარვლის ტოტ შეგიჭამდა. შეიძლება წინდაც მიეყოლებინა, შეიძლება ხმას ამოიღებდი, ორ იტყოდა ეროსი. ერთხელ რუსთაველის თეატრი გასტროლებზე რუმინეთში მიემგზავრებოდა. ეროსი მანჯგალაძეს ტანგოს წაღვანისნება არ დართეს. ამის გამო მსახიობმა ბუქარესტში წასვლაზე უარი განაცხადა. ეროსი მხოლოდ მაშინ დათანხმდა, როდესაც ძაღლის კინოლოგთან დატოვებას დაბერდნენ. გასტროლების ბოლოს საბჭოთა საელჩომ ქართველი მსახიობებისთვის ბანკეტი გამართა. ელჩმა ეროსის სადღეგრძელოს თქმა სთხოვა. აიო ეროსი ჯიქადა იაპიუ სატანგო დალია ტანგო გაიგონა ელჩმა მიცა ნიშანი და დააგუგუნეს არგენტინული ტანგო. ჯერ ცეკავთ ჩახუტებული ამ რუსის ქალებთან, მადლობას ვეუბნებით ბატონო ეროსი კი ზის და თავის ტანგოზე ფიქრობს. როდესაც ტანგო მოკვდა, ეროსი მიგი მიწას დიდი პატივით მიაბარა. ძალიან განიცადა ეროსიმ და სადაც პუსტპაზე დაგრძალა, გაუთხარა ის მომზადა ყველაფერი და მე არ მინახავს ეს, მაგრამ მე მონათხრობი ვიცი, რომ დოდო აბაშიძემ გამოუგზავნა მსახიობმა დეპეშა, რომ ვიზიარებთ თქვენს წუხარებას ტანგოს გარდაცვალების გამო და ეროსი სპექტაკლისთვის მზადებას რამდენიმე დღით ადრე იწყებდა. როდესაც წარმოდგენა ჰქონდა, იგი არც სიგარეტს ეწეოდა და არც ალკოჰოლურ სასმელს იღებდა. ყელს ბაქტერიოფაგში დამზადებული სპეციალური იოდის ხსნარით ივლებდა. გადაღებების დროს თქვათ მორიგი ეპიზოდი გადავიღეთ და მე სარეჟისორო პულტიდან ჩავედი სტუდიაში, ხო? ეროსი აიღებდა ხოლმე სიგარეტს ხელში და ესე მოსრისავდა და მე მიყურებდა. ნუ მე თუ ვიტყოდი რომ ბატონ ეროსი შეუძლია სიგარეტი მოწიოს, ეს იმას ნიშნავდა რომ გადაღება დამთავრებულია და თუ არა ვეტყოდი ხოლმე დადე ბატონო ეროსი ეგ სიგარეტი კიდე ერთი დუბლი გვაქვს გადასაღებით. ეროსის თეატრში საკუთარი მაყურებელი ჰყავდა. ხალხი, რომელიც სპეციალურად მის სანახავად დადიოდა. მის სამსახიობო ნიჭს საზღვარი არ ჰქონდა. ისეთი ღრმა, საინტერესო, გარდასახვის უნარიანი მსახიობი იყო, რომ ის ერთნაირი სიძლიერით ფლობდა როგორც ტრაგიკულ, ასე სახასიათო როლებს, ისე ადვილად ირგებდა ამას, მაგრამ საოცრად მორცხვი იყო. 30 წლის იყო, როდესაც ეროსი მეფე ოიდიპოსის სახე შექმნა. იმ პერიოდში რუსთაველის თეატრში ოიდიპოს ერთბაშად 4 მსახიობი თამაშობდა. აკაკი ხორავა, სერგო ზაქარიაძე, აკაკი ვასაძე და ეროსი მანჯგალაძე. ხალტურად და ზედაპირულად მიდგომ არ შეეძლო თავისი
შემოქმედების მიმართ. ის ცდილობდა ბოლომდე რეჟისორისგან ამოეწურა რაც წვალობდა. ნუ ეგონება ნურავიშვილის მივხარათების არის ძალიან ლაღი იყო, რომ ეს ყველაფერი მარტო ჰაერზე მოდიოდა ღმერთიდან. ამაში ძალიან დიდი შრომა იყო და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ეს უნდა გენახა, როდესაც ის როგორ მოდიოდა სპექტაკლის ათამაშოდ, როგორ ჩაიცვამდა ტანსაცმელს, როგორ საგრიმეროში როგორ იკეთებდა გრიმს. ეროსისთვის ყველა როლი მნიშვნელოვანი იყო. იგი ერთნაირი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა როგორც ოიდიპოს, ასევე დათვის როლს ჭინჭრაქაში. რეჟისორმა მიხეილ თუმანიშვილმა ჭინჭრაქამ მსახიობთა იმპროვიზაციაზე ააგო. ერთ-ერთი მთავარი იმპროვიზატორის როლს ეროსი მანჯგალაძე თამაშობდა. რუსთაველის მცირე დარბაზის სცენაზე მსახიობებს დიდი თავისუფლება მიეცათ. ეროსი თამაშობდა დათვს. აი თქვენ უნდა გენახათ, იმ დათვში ეროსი რეებს იგონებდა. ეს განაიყო, აი დავუშვათ, იმდენად შეყვარებული იყო ამ დათვის როლში, რომ სცენაზე ხო თავისთავად ხდებოდა იმპროვიზაცია, მაგრამ ღამეები ფიქრობდა ხოლმე. აი მე მივალ მეორე დღეს და უცბად მოუგნელად მე ამ სიტყვას ვიტყვი. გამოსანები იყო იქ რა ქვია, ამბობდნენ ეს მხეცები. აი ბადრიჯანს რო ფრთები ქონდეს რა იქნება, უცბად თქვა კაცი. ეხლა იფიქრა ამ ტურამ და იმან, მელამ და იმან, რა იქნება ეხლა ბადრიჯანს რო ფრთები ქონდეს. ბადრიჯანს რო ფრთები ქონდეს, ბადრიჯანს რო და ჩქარა თქვი ახლა რა იქნება ბადრიჯანს რო ფრთები ქონდეს. ნუ მე რა თქმა უნდა ვერ გამოვიცანი და უკან დავიხიე და ისინი წამოვიდნენ ახლა ჩემთან რომ დაცონ ხელი და აბა შენ თვითონ თქვი მეუთხარი რა იქნება მეთქი ბადრიჯანს რო ფრთები ქონდეს რაღაცა მოიგონე მეუთხარი და აბა შენ თვითონ თქვი რა იქნება როგორ ბადრიჯანს რო ფრთები ქონდეს თვითმფრინავი იქნებაო ნუ წივიკივლით გავარდი კურსებს მე გაგრძელება სცენის არ შეიძლებოდა იმიტომ რომ მე პასუხი არ მქონდა ეროსის იმპროვიზაციის ნიჭი წლების განმავლობაში კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა ხანუმაში თავად ფანტიაშვილის თამაშისას თითქმის ყველა სპექტაკლში ახალ ტექსტს იგონებდა ყურადღების გარეშე არც წარმოდგენის სანახავად მისულ საკუთარ მამას ტოვებდა ეროსი ისეთი კაცი იყო, რომ რაღაცით უნდა გამოეხატა ხა ის, რომ მამამისი იყო სპექტაკლზე და თუ გახსოვთ ასეთი სცენა არის ხანუმაში, როდესაც კამეჩებზე იწყებს საუბარს და მაშინ გამოიხინა ბაბუაჩემს ეძახდნენ აკაკი ანტონის. იმ წინებს აკაკი ანტონიშმა ორი კამბეჩი მანახაო და ბაბუაჩემ ეს თავისი სახელი კი მოხვდა ყურში და პირველად ვერ მიხვდა და მე უცებ ჩაფიქრდა და კაცო ეს რა თქვა მამაც ახლა ძალიან აღელდა მე ბაბუაჩემ ეს რა გამიკეთავა და მოკლედ იმ სპექტაკლზე აღარც დავრჩენილ ვარ. Аков! Дарди да. Простите, ради бога. Да. Значит так, вот что я вам скажу, голубчик Аков. სპექტაკლი ხანუმა მანჯგალაძეს გამორჩეულად უყვარდა. რამაზ ჩხიკვაძესთან ერთად იგი სცენაზე იმპროვიზაციის მთელ კასკადს ქმნიდა. მაგრამ ეროსი მხოლოდ სცენის პარტნიორებთან ურთიერთობით არ შემოიფარგლებოდა. რუსთაველის თეატრის მთავარ დირიჟორთან, ლოვა ოგანეზოვთან იგი დინამო არარატის მატჩის პერიპეტიებს პირდაპირ წარმოდგენისას არჩევდა. ერთხელ დინამომ არარატის კარში ულამაზესი ბურთი გაიტანა. აქვს სპექტაკლი ხანუმა და ეროსი დუელში იძახებს იგი სონას მამას. და სროლის დროს მოპირდაპირე მხარესთან რო ესროლა ზემოდან კულისებიდან სადღაც კურდღელი ჩამოვარდა მკვდარი. ესე გიმან იქით ისროლა, იქიდან ჩამოვარდა ხო და ეხლა რა ქნას ეროსი გამოვიდა წინ ორკესტრის ორმოსთან გამოვიდა და მე ვნება მაესტრო. Вы видели, какая удивительная траектория?
და ამ ბურთის ტრაექტორიას მაჩვენებს არარაც რო შეუძდეს ბურთი. ოგანეზოვი ეროსის ხურდას მუსიკით უბრუნებდა. მისი ხელმძღვანელობით ორკესტრი მანჯგალაძეს სცენაზე ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. თუ ძალიან გამამწარებდა, ესე იგი ორჯერ ჩქარით საუგებდი ხოლმე ცეკვაში. ერასწრებდა, ძლივს მიდიოდა, ძლივს გამზრდებოდა, ძლივს რაღაცა, ერე გამოვიდოდა სცენასთან წინ. ხალხმა ხوارეთ რა ხდება? ოშე, ოხერო მაესტრო, რაღაცებს მეტყოლა ხოლმე ალკი იკლავებაში იყო ჩვენი. წამორა სპალნაში. სპექტაკლში პეპო, სადაც მანჯგალაძე ზიმზიმავს თამაშობდა, იგი როლში ისე შევიდა, რომ სცენაზე ჩახავას უეცრად ყეფა დაუწყო. სამჯერ დამიღება. მე სამჯერ ვერ უპასუხე კნავილი. ივან 4ჯერ, მე 5ჯერ. აი და ატყდა ამ კატაძაღლის ჭკუმი სცენაზე ისეთი რომ დედა იხოცება ორკესტრი ვეღარ უკრავს. იმიტომ რომ არ შეუძლიათ ეს ინსტრუმენტების აღება. სცენაზე იგი მთლიანად ზიმზიმოვი იყო. ამიტომ ხშირად სცენარს საკუთარი სიტყვებით ამდიდრებდა. ცოტა ქვემოთ. ეს ფრაზა სცენარში საერთოდ არ იყო. სამაგიეროდ მაყურებელ სიცილისგან სული იხუტებოდა. მაიცა ცოტა ქვემოთ რა. ზიმზიმოვი არის უარყოფითი პირისა პერსონაჟი. მაგრამ ისე თამაშობდა ეროსი ამ სპექტაკლს, რომ სპექტაკლიდან ხალხი რო გამოდიოდა, შეყვარებული იყო ამ გამგმირში. ესე იგი უარყოფითი პიროვნება იყო როგორც როლში, მაგრამ ისე თამაშობდა, რომ გაგიკვირდებოდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა რა როლს ასრულებდა ეროსი. მეორე პლანის თუ ეპიზოდურ როლებშიც მანჯგალაძე ისეთ სახეებს ქმნიდა, რომ მაყურებელს იგი სამუდამოდ ამახსოვრდებოდა. როგორ მოხდი მანდა? კინოში ეროსი მანჯგალაძემ სულ 14 როლი ითამაშა. მთავარ როლში იგი თითქმის არ ყოფილა. თუმცა სახასიათო ტიპაჟები ყველგან შექმნა. ახსდაკ საქართველო. ზნობიარე კაცო, ა? ეკრანზე იგი ზოგჯერ საერთოდ არ ჩანდა. მაგრამ თავისი განუმეორებელი ხმის წყალობით ეროსის ეკრანის მიღმაც ცნობდნენ. ის რაც არაჩვეულებრივ გამოფენაში ის აკეთებს ბატონ ელდართან, ვასილ ცხაიძის და შერეკილებში, ესე იგი ხო თამაშობს ეს კაცი, მაგრამ მისი გამომსახველი ხერხები ეროსი მანჯგალაძის ხმის გარეშე ეს წარმოუდგენელი. ეს არის რაღაცა ამოუხსნელი ფენომენი, როგორ ზუსტად ერგება ამ სახეს და ამის გარეშე შეუძლებელია მისი წარმოდგენა. ისევე როგორც თეატრის სცენაზე, ეროსი იმპროვიზაციას კინოშიც ხშირად მიმართავდა. ლონდრეში მანჯგალაძის მიერ განსახიერებულმა მღვდელმა სცენარს გადაუხვია და იმ წუთში, რასაც ფიქრობდა, ის თქვა. ეს ჩემი სახე. თუ შინა ვარ დავიღუპე. არა. ფრაზა, რომელიც ის კაკუნის შემდეგ იძახის, ვაიმე, ეხლა სახში რომ ვიყო, რა მეშველება. ეს სცენარში არ ყოფილა, ეს სრული მისი იმპროვიზაციის შედეგი იყო. ჩიდია გულნარა. ვერისუბნის მელოდიებში დოდო აბაშიძესთან და რამაზ შხიკვაძესთან ერთად იგი უბრალოდ ერთობოდა. ვერისუბნის მელოდიებში მე მომსწრე ვიყავი სამი იმპროვიზატორი სახიობის რაღაც საოცარ თავგადასავლებს. ეს იყო რასაკვირველია ეროსი მანჯგალაძე, დოდო აბაშიძე და რამაზ შხიკვაძე. ესე იგი, აი რომ მახსენდება მაგალითად, როდესაც პანკესასთან ჩხრეკის სცენა მიდის და უცებ სცენის დასასრულს ურვაში რო ქონდა დიდი ეროსი მანჯგალაძეს და რომ გავიდა და რომ ოეჯახური ყალები და დოდობაშიძემ რო თქვა ტარაკან. ესე იგი, იმდენად ზუსტად ტარაკანს ყავდა მართლა. ტარაკან. აი როდესაც ჩვენ იქ ვათვალიერებთ მის რა ქვია სახს,
ეროსი მანჯგალაძის ხო გეურქოვი თავის ცოლთან ერთად ვითომ ლუპით რო რაღაცას ვაკეთებ და ავყევი და კერდამდე მივედი და რო ჩავიხედე ეროსი იმ წუთში ჩაავლო რომ იქ არ შეიძლება ეს დავიდი გადავედგა მე ხი დაგაყარე აჰა ჩემს სახშეგები არ იყოს აი ეხ მამა ჩემს რა უთხარით ისეთი მსახიობი პანთეონში დასაფლავება არ მცდება თუ გახსოვთ პირველი შემოსვლა რო არის მაგისი თვითონ სახლში სადაც ის არის დაპატიჟებული როგორც სტუმარი ხო და უცებ დაიწყო ფრანგულად ლაპარაკი და ეს მართლა ძალიან სასაცილოა ერთი მანარა უჩინ მაჩინის კოდი მაპოვნინე რა რა იქნება ღმერთო რა თახარ ეგეთი კრიჟანგი რა აი ცოდე უჩინ მაჩინის კოდი კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა გვადი ბიგვა ხიდი ერთი რამის სიყვარული დაფარვა რომ სჭირდება ეს იმ ტელესპექტაკლების არასრული ჩამონათვალეა სადაც ეროსი მანჯგალაძე თამაშობდა სატელევიზიო სპექტაკლები ერთიანად შეცდომის გარეშე უნდა ჩაწერილიყო ეროსი თავის როლსაც თამაშობდა და თან პარტნიორებსაც ეხმარებოდა მაშინ მონტაჟი არ იყო ჩვენ ვიღებდით როგორ თავიდან ბოლომდე უშესტო მსახიობ გავდიოდით რეპეტიციას ყველა მიზანსცენა იქნებოდა თუ კადრირება თავიდან ბოლომდე ხდებოდა და ეს იყო საათნახევრიანი სპექტაკლი ფაქტიურად ძალიან დიდი ერთ ოთახში ხდებოდა ძალიან რთული სამუშაო იყო და გამარჯობა ჩვენო მამებაში ეროსი თამაშობდა ერთ-ერთ მამას უარყოფითი მამა იყო ესეთი უარყოფითი ტიპი ოღონდ მდიდარი ესე კარგად ჩაცმული მაშინ ის დრო იყო და გაბრაზებული ტოვებდა მკრებას და არ ვიცი ჩვენ არაფერ ჩვეულებრივად მიდის გადაღება არც ერთ რეპეტიციას ეს ფრაზა არ უთქვია ნუ გადიოდა და გადაღების მომენტში უკვე აი დარჩენილია 10 წუთი და უცბად რომ გადის და შემოbrunდა კარებიდან შემოყო თავი და ტოჟე მე გოგებაშვილი უთხრა მასწავლებლს და ეს იმდენად მოულოდნელი იყო ყველასთვის რომ მსახიობები გაშრნენ წლის განმავლობაში ქართველი გულშემატკივრებისთვის ფეხბურთი და ეროსის ხმა განუყოფელი იყო. მისი საშუალებით რადიო მსმენელი საფეხბურთო მინდორს ხედავდა. მანჯგალაძეს გადაცემები ფანტასტიკურად მიჰყავდა. ფორის სიჭინავა გამოვიდა ბურთიანად გვაფია. მოედანზე მიმდინარე მოვლენებს ეროსის ხმა სულ რაღაც 7 წამით ჩამორჩებოდა. პირველი რადიო რეპორტაჟი მანჯგალაძეს 1946 წელს შესთავაზეს. მაშინ იგი სულ 20 წლის იყო. ფეხბურთის გამო ეროსი კინაღამ ინსტიტუტიდან დაითხოვეს. ვამთავრებდი თეატრალურ ინსტიტუტს. ორ კვირაში მაყურებლისთვის სადიპლომო სპექტაკლი უნდა გვეჩვენებინა, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს მე ვასრულებდი. აბა წარმოიდგინეთ, რა სინდისი ასე დროს მიატოვა ინსტიტუტი ამხანაგების სპექტაკლი. მოკლედ, ისეთი დიდი დაუოკებელი იყო სურვილი და ცდუნება მოსკოვის ნახვისა. მატჩის ქართულ ენაზე რეპორტაჟისა, რომ იმ გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, 1946 წელს, დავკარ ფეხი და გუნდთან ერთად მოსკოვში ამოვყავით. ყურადღება ლაპარაკობს მოსკოვი. ამხანაგო რადიო მსმენელებო ვიწყებთ პირველ საფეხბურთო რეპორტაჟს ქართულ ენაზე ჩვენი სამშობლოს გულიდან მოსკოვიდან. ბედნიერება მე მხვდა წილად საპატიო და საამაყო მოვალეობის შესრულებისა. მანჯგალაძემ მოსკოვიდან ფეხბურთის მატჩის პირველი ქართული რადიო რეპორტაჟი განახორციელა. დებიუტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ აკაკი ხორავამ თეატრალური ინსტიტუტიდან მისი გარიცხვა გადაიფიქრა. ეთყობა ისეთნაირად ვღელავდი და განვიცდიდი, რომ აკაკი ხორავას თურმე ცრემლიც კი აუციმციმდა თვალზე და ჩემსავე ტონში შეზახა რეპროდუქტორს, ესე იგი მე შემომძახა, ჩამობრძანდები აქ და გაიგებ, რა ბედნიერებაც ხვდა წილა. ეროსი მატჩისთვის წინასწარ არასოდეს ემზადებოდა. რეპორტაჟის დროს მიკროფონთან ისევე თამაშობდა, როგორც თეატრის სცენაზე.
რადიოში მისი ხავერდოვანი ხმა მუდამ დამაჯერებელი იყო. საფეხბურთო შეხვედრებს ისე პროფესიულად უძღვებოდა, რომ უბრალო მსმენელს ახალგაზრდა ეროსი სულ მცირე 40 წლის მაინც ეგონა. მე ეროსი კაცი არ მეგონა. მე ეროსი მეგონა რაღაც არ ვიცი, ტექნიკა მეგონა, რაღაც ასეთი. არ მეგონა რომ ეს კაცი ჭამს, რომ ეს კაცი წყალს ასვავს და ასე შემდეგ. და უკვე ვიყავი დაახლოებით მე-11 კლასში მარჯანიშვილის თეატრში ვარ სპექტაკლზე და უცებ მეუნებიან ის ეროსი მანჯგალაძეა. ხედავ ცოცხალი ადამიანი, ასე გაშტერებული, დავდექი და უყურებდი ამ კაცს. რომ დაილაპარაკა მივხვდი რომ არა, ეს ცოცხალი კაცია და არა რაღაც მანქანა. გასულით შეხვედრებში ეროსი მუდამ გუნდთან იყო. ფეხბურთელებთან ერთად მგზავრობდა და მათთან ერთად ცხოვრობდა. მატჩის შემდეგ გასახდელში მანჯგალაძე ერთ-ერთი პირველი შედიოდა. ძალიან ხშირად ჩამოდიოდა გასახდელში, თამაშის შემდეგ. ხო და თუ მოვიგებდით თამაშს, მაგის თვალების თუ სიხარულით სავსე იყო, არაფერს არ გვეუბნებოდა, გვიყურებდა თქვენაც გვეფერებოდა თავისი თვალებით. ან რაღაცას ერთ რეპლიკას ეთყოდა, ყველას გაგვაცინებდა. ხო და თამაშის შემდეგ ან სადღაც თე დუქანში, მაშინ განთქმული იყო თე დუქანი, იქ დავждებოდით პატარას დავლევდი და პატარა აი როგორც ამ რაზბორს გაგიკვებდა, ვინ, როგორ და რა თამაშობდა, რა ვინ, ყველაფერი ახსოვდა, ყველა დეტალი თამაშის. ფეხბურთელებთან ეროსის მეგობრობა აკავშირებდა. თუმცა მიხეილ მესხთან გამორჩეული ურთიერთობა ჰქონდა. 11 ნომერი ეროსისთვის მუდამ მესხს ნიშნავდა. ერთხელ დინამოს რიგაში გასვლითი შეხვედრა ჰქონდა. იმ დღეს მესხი არ თამაშობდა. მის ნაცვლად მინდორზე 11 ნომრით ილია დათუნაშვილი გამოვიდა. დინამომ მატჩში 3-0 მოიგო. დათუნაშვილმა გოლი გაიტანა. მეორე დღეს გადმოცემა რო იყო, ხო, გაზეთები ბეჭდავდნენ, ვინ ითამაშა, შემადგენლობა და ხედავ შემადგენლობა წაიკითხეს, წერი ვარ მე დინამოში 11 ნომერი, მაგრამ ეროსის თურმე ერთი ჩემი სახელი ვაფშე არ უხსენებია. სულ ახსენებდა მიშა მესხი თამაშობს, მიშა მესხმა ესა იყო ესე. სულ მიშა მესხი უხსენებია, ჩემი გვარი დათუნაშვილი ერთი არ უხსენებია. აი ესე იყო შეყვარებული მიშა მესხი, ასე რომ ვერ წარმოედგინა ამას, რომ მიშა მესხის გარდა 11 ნომერი ვინმე სცმოდა. ქართულ საფეხბურთო რეპორტაჟს სათავე ეროსი მანჯგალაძემ დაუდო. სპეციალური ტერმინოლოგიის შესამუშავებლად იგი კონსულტაციებს მეცნიერ ვუკოლ ბერიძესთანაც კი მართავდა. ეროსის შემოღებულია ტერმინი თანამსაჯი, პირითი ხაზი. მასვე ეკუთვნის გამოთქმა გოლი მომწიფდა. მიუხედავად ამისა, ეროსი სპორტული კომენტატორი არ იყო. იგი მხოლოდ ფეხბურთის რეპორტაჟებს გადმოსცემდა. ფეხბურთი მისთვის სპორტზე მეტია. ვისი დარტყმა არის, რო იტყო და ეს იყო არა მარტო გოლის შეგდება, არამედ მთელი ჩვენი ქართული სისხლის რაღაც გამოღვიძება და ამბოხი და ყველაფერი ეროვნული იყო. საბჭოთა ეპოქაში რადიო რეპორტაჟის გაძღოლა მოსკოვში დადგენილი ინსტრუქციით ხორციელდებოდა. ამის გამო კომენტატორს მუშაობა გარკვეულ ჩარჩოში უწევდა. თუმცა ეროსი იმპროვიზაციას ასეთი შეზღუდვის პირობებშიც ახერხებდა. ერთ-ერთი მატჩისას მანჯგალაძემ დინამოს მიერ პირველ ტაიმში გატანილი გოლი დამალა. ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გამოაცხადა, როდესაც რადიო მსმენელებს ეგონათ, რომ თამაში ფრედ დასრულდა. რეპორტაჟის მსვლელობისას მისთვის გამოუვალი ვითარება არ არსებობდა. ერევნის არადაც ვეთამაშებით. პირველი ტაიმის რეპორტაჟი თქვენს მონა მორჩილს მიხავს, მეორე ტაიმს კი ბატონი ეროსი უძღვება. და ეროსი, აი გულწრფელად უნდა ვთქვა, არ ემზადება რეპორტაჟისათვის, მას თავისი იმედი აქვს. მისი მომზადება არის ის, რომ იგი მთელი თავისი ცხოვრება ემზადება ამისათვის და არა მაგალითად რვეული წიგნი და სტატისტიკა. და მოგოდეთ ამისათვის და არც ფეხბურთელებს ცნობს კარგად. მე გვერდზე უზვარ და შეძლების და გვარად ვეხმარები, კარნახობა ამა თუ იმ. ერთი მომენტია და ბურთი იშტოიანსა, გადმომხედა ლეონ იშტოიანი, ლეონ.
იშტოიანი კი გაიგო, ლეონი ვერ გაიგო. ბურთი აქვს ბატონ იშტოიანს. რუსთაველის თეატრის გუნდში ფეხბურთს ეროსი თავადაც თამაშობდა. თუმცა რეპორტაჟებისგან განსხვავებით ეს გაცილებით უარესად გამოსდიოდა. ტრუსებსა და მაისურში გამოწყობილი მაჯგალაძის მოედანზე გამოჩენა მაყურებელთა დაუფარა უმხიარულებას იწვევდა. ქუთაისის სტადიონზე ადგილობრივი თეატრის მსახიობებთან გამართული ერთ-ერთი მატჩის მიწურულს ეროსის პენალტის დარტყმა მიანდეს. ეროსი მოემზადა, დაადო ეს ბურთი თავის ადგილას როგორც წესი და რიგია და წავიდა უკან თითქმის ცენტრამდე დაიხია და ხალხი უყურებს და ფიქრობს, რა საკეთებს ეს კაცი, სად მიდისო? და იქიდან რო წამოვიდა ეროსი, აი გლისერი რო იქნება ხოლმე აი ესე ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ, ხო ატყუებს მეყარეს და თვალებში უყურებს თან ესე მეყარეს რომ მოატყუებს და აი ესე მარჯვნივ, მარცხნივ რაღაცა მივახოდა ბურთს და აი ასე გრეხით რომ მივახოდა ბურთს და სვათ დაარტყა. ჩვენ ყველანი გავშინეთ. ბურთი იცით კი არაცდა კარს, ან მარცხნივ, ან მარჯვნივ. ალამი რო არის კუთხეში. აი წავიდა ბურთი იქით მხარეს და ატყდა სიცილის სტადიონზე, ატყდა ერთიანად და თამაშის დამთავრდა. თამაში დამთავრდა 4-4. და მოდის ეროსი თავ ჩაქინდრული აი ესე მოდის თავისი რაღაც. მე მივედი და უთხარი. რა იყო ბატონო ეროსი, რა მოგივიდათ, რა მოხდა მეთქი, მე რა დიდი ვის არ გაუფუჭებია ბურთი მეთქი. მართალია, მაგრამ აწი მე ფეხბურთელს არასოდეს გავამტყუნება. საფეხბურთო რეპორტაჟი ეროსიმ უკანასკნელად 1975 წელს გადმოსცა. ტელევიზიის განვითარებამ რადიო გადაცემა თანდათან დაჩრდილა. მაჯგალაძის იმპროვიზაცია და წარმოსახვა სატელევიზიო ჩარჩოებში ვერ ედეოდა. ეკრანზე მოქმედება ისედაც კარგად ჩანდა. ეროსის კი მშრალი კომენტარი არ აკმაყოფილებდა. ეროსი 13 წლის იყო, როდესაც დედამისი ლოგინა ჩავარდა. თამარ ბენდუკიძე ხიდან ჩამოვარდა და ხერხემალი დაიზიანა. რამდენიმე წლის შემდეგ ომში მისი უფროსი ძმა რეზო დაიღუპა. 1953 წელს მამა დააბადემრეს. ოჯახზე მზრუნველობა ეროსიმ დაიწყო. 17 წლის ახალგაზრდა საკუთარ თავზე მეტად სხვებზე უფრო ფიქრობდა. მოგვიანებით სხვების დახმარება ცხოვრების წესად ექცა. ზრუნველი იყო ძალიან. ქონდა ერთი უბის ციგნაკი და იმ უბის ციგნაკში ჩამოწერილი ქონდა. ამას რავში უნდა დაეხმაროს, იმას რაში უნდა დაეხმაროს, სად უნდა წავიდეს. ხო და გადაშლიდა დილის წასვლის დროს და გადაშლიდა ჩაიხედა და ესენი უნდა გავაკეთო ახლა და წავიდოდა და სულ სხვაზე ზრუნავდა. კომუნისტურ პარტიაში ეროსი 31 წლის შევიდა. წლების შემდეგ იგი რუსთაველის თეატრის პარტკომი გახდა. პარტიასაც და თანამდებობასაც იგი მხოლოდ სხვების დასახმარებლად იყენებდა. ეხმარებოდა ყველას. განურჩევლად ასაკისა, სქესისა და იმდენად მიდიოდა ეს დახმარება ეროსიდან გამომდინარე, რომ აი ბოლოს უკვე გადავიდა კოლმეურნებების დახმარებაზე და ამ კოლმეურნებებს უკეთებდა ტრაქტორებს, კომბაინებს, ну რა სჭირდებოდა საერთოდ კოლმეურნეობას. იგი უწყინარი და მორიდებული ადამიანი იყო. ეზოს ბავშვები მას ერიკოს ეძახდნენ და ფეხბურთის სათამაშოდ ეპატიჟებოდნენ. მთელი ქუჩის ბავშვები, პატარა გოგოები, ბიჭები უძახოდნენ, დადგებოდნენ ხელჩაკიდულები, ისინი პატარები, ჩემზე პატარები და ერიკო უძახოდნენ, ერიკო. ჩამოდი ვითამაშოთ ფეხბურთიო, ფეხბურთი ახლა ისინი რას ეთამაშებდნენ, მაგრამ ისიც არ დაყოლდებოდა, ჩავიდოდა, ეთამაშებოდა, არ ბენინებდა ამ ბავშვს, სულ წინ მიდგას ესა. მე ეროსისგან არ გამიგია უწმაწული სიტყვა. ეროსი როგორი იკადრებდა რომელსთან უსიამოვნება ქონოდა, როგორი კადრებდა, გაჩუმდებოდა, არაფერს არ იტყოდა და ვერც გაიგებდი რომ ეწყინა. მაგრამ ეწყინა. და ისე იცოდა ამის
თვითონ მორევა და შიგ გადახარსვა ეს დიდი მაშკოცობაა. მას ეროსი ერქვა. სიყვარულის ღმერთის სახელი.